შემაშფოთებელი მონაცემები ვრცელდება ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობაზე. ოფიციალური მონაცემების მიხედვით მსხვერპლთა რიცხვი წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაზრდილია. მარტო 2025 წლის პირველ სამთვეში ავტოსაგზაო შემთხვევებზე 112 ადამიანი ემსხვერპლა. გაზრდილია დაშავებულთა რაოდენობაც. ფაქტია, რომ გამკაცრებული კანონმდებლობა ავარიების სტატისტიკაზე სათანადოდ არ აისახება. საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე სპეციალისტები პრობლემის მთავარ მიზეზს კანონის აღსრულებაში და არაეფექტურ რეგულაციებში ხედავენ. განსაკუთრებული აქცენტი მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად საინფორმაციო კამპანიების ჩატარებაზე კეთდება. მოწოდება, რომ ქალაქში მოძრაობის დასაშვების სიჩქარე შემცირდეს და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევები ქულათა სისტემას მიებას. 112 დაღუპული და 1763 დაშავებული. ეს სტატისტიკა საქართველოში მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ სამთვეში მომხდარი ავტოავარიების შედეგებს ასახავს. გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით მდგომარეობა გაუარესებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ავტოშემთხვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. კიდევ ერთ სამწუხარო ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას სფეროს ექსპერტი დავით მესხიშვილი. მისი თქმით, ავარიების დროს დაღუპულთა მესამედი ქვეითად მოსიარულია. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მძიმე შემთხვევების შესამცირებლად აუცილებელია სიჩქარის გადაჭარბება მხოლოდ ჯარიმით არ შემოიფარგლოს და ის ქულათა სისტემაშიც აისახოს. თუმცა სპეციალისტების შეფასებით გამოსავალი მხოლოდ სანქციების გამკაცრება ვერ იქნება. სამწუხაროდ ქულათა სისტემა არ არის ჯერ სრული დატვირთვით ამოქმედებული და განსაკუთრებით ისეთ დარღვევაზე, რომელიც კლავს ადამიანებს და ეს არის სიჩქარის გადაჭარბება. დღეს მას ვისაც აქვს ფული, ანუ შემოსავალი, უბრალოდ შეუძლია იყიდოს დარღვევა, ანუ იხადოს ჯარიმები ულევად და შედეგად იმოძრაოს იქამდე მაღალი სიჩქარით, სანამ ან თავად არ დაზიანდება, ან სხვას არ დააზიანებს. მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი უნდა დადგინდეს ოპტიმალური სიჩქარე, ანუ სიჩქარის მენეჯმენტი, მაგალითად ევროკავშირის დედაქალაქებში და დიდ ქალაქებში, ცენტრალურ უბნებში სიჩქარე შეიზღუდა 30 კმ/სთ სიჩქარემდე და ეს არის ის სიჩქარე, როდესაც შეჯახების შემდეგ, მაგალითად იგივე ქვეითის შემთხვევაში გადარჩენის საკმაოდ მაღალი ალბათობაა. მხოლოდ ბოლო 5 წელიწადში საქართველოს გზებზე 2215 ადამიანი დაიღუპა. საგზაო მოძრაობის წესების დაცვის შემთხვევაში ამ ტრაგედიების უდიდესი ნაწილი არ მოხდებოდა. წლების განმავლობაში თითქმის უცვლელი რჩება ავარიების გამომწვევი მიზეზები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ამ მიზეზებს შორის წამყვანია მოხვევის მანევრის დროს წესების დარღვევა. ასევე მძღოლის მიერ შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლის ფაქტები. ხშირია ავტომობილებს შორის დისტანციის დაუცველობა და ქვეითის მიერ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევაც. ოფიციალური მონაცემებით ყველაზე ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში ხდება. მაღალია ავარიების მაჩვენებელი იმერეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში. სამწუხარო სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, რომელიც საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების სახეობებს აღნიშნავს. აი 10 შემთხვევა, 10 სავარაუდო მიზეზია და სამწუხაროდ 10-ვე არის ადამიანური ფაქტორი. მე მიმაჩნია, რომ კანონმდებლობას, ხო რაც არ უნდა მკაცრი იყოს, კანონმდებლობა შეუძლია ადამიანის ქცევ 10%-ით პრევენცია გაუკეთოს, მაგრამ ძირითადი მაინც ჩვენზეა დამოკიდებული. ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების მიზნით ეკონომიკის სამინისტროში საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი შეიქმნა. მისი ფუნქციებია საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა, ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი კამპანიების დაგეგმვა და სხვა ნაბიჯების გადადგმა. საგზაო უსაფრთხოების ექსპერტების განცხადებით, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო. მაგალითად ქვეყანაში არის უამრავი პრობლემური მონაკვეთი, რომელსაც ჩავიწერტილები ეწოდება. ესეთი უამრავი ადგილი ვიცით სიტყვაზე ქუთაისის წყალტუბოს გზაზე, ვიცით ქუთაისის ბაღდათის გზაზე, ეს მარტო ქუთაისის ირგვლივ რო ვიტრიალო. თუ საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი იქნება ლიდერი სტრუქტურა, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებს აი ესეთი პრობლემური საკითხების გადასაჭრელად, მივესალმებით ნამდვილად. საქართველოში ტურისტული სეზონი ტრადიციულად ავტოავარიების გახშირების სეზონიცაა, როცა ავტოსაგზაო მოძრაობა ინტენსიური ხდება. მძღოლების არც თუ მცირე ნაწილში კი სიჩქარის გადაჭარბება, გასწრების წესების დარღვევა და დისტანციის დაუცველობა ნორმად მიიჩნევა. სპეციალისტების თქმით, თუ კი ავტომფლობელები ამ ჩვევაზე უარს არ იტყვიან და მათთვის პრიორიტეტი უსაფრთხოება არ გახდება, ქვეყანა ყოველწლიურად ისევ ასობით ადამიანს დაკარგავს. ასობით მოქალაქე კი უმძიმეს ტრაუმებს მიიღებს, რომლებიც მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვება.